რა ხდება, როდესაც ქალი მიდის ემიგრაციაში საზღვარგარეთ? პირველი, რომ ქალისთვის სამუშაოდ წასვლა, ანუ ქვეყნიდან, სახლიდან წასვლა, მაინც საზოგადოებაში არის განკიცხადი მოვლენა. ძალიან ბევრი ქალი წავიდა, მაგრამ სინამდვილეში რო დავთვალოთ, ანუ კვლევებმა აჩვენა, რომ ნახევარზეა თითქმის. ანუ, მაგრამ ჩვენ გვგონია და ყველა ლაპარაკობს ძირითადად, რომ ქალები წავიდნენ საზღვარგარეთ, ქალები წავიდნენ. რატო? რაოდენობრივად, ანუ დაახლოებით 50, 50, 53, 47%-ია და სხვა შორის კაცები არიან 53%, მაგრამ იმიტომ რომ ქალის როლში არ ჯდება სახლიდან, ოჯახიდან წასვლა. ასეთ ქალს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ, ბჭყალებში გაბოზდება და სხვა და სხვა. კაცისთვის ეს აღიქმება ნორმალურ ქცევად, რომ ხო, ანუ მონადირეა, მომპოვებელია და მიდის თუნდაც თავგადასავლების მაძიებელია, მთავარია ოჯახი არ ჩინოს და იქ რაც უნდა, რამდენი საყვარელიც უნდა, რაც უნდა ისქნას, მთავარია ფულს აგზავნის და ეხლა იმისი ცოლი და შვილები თუნდაც წლებია ცხოვრობდნენ, ანუ მამის და ქმრის გარეშე, დედამთილის თუ რავი სხვა ოჯახის წევრების ზედამხედველობის ქვეშ, მაგას დიდად არავინ არ დაეძებს. შესაბამისად იწყება ქალის მინიმუმ შეცოდება, მაქსიმუმ გაკიცხვა, კითხვები, რატომ, რისთვის, რანაირად და ამ დროს ქალი იწყებს თავის მართლებას. ამას ჩემი შვილების გამო და ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ. ამას მარტო შვილებთან კი არა, ამას ბავშვებიც ისმენენ, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა ოჯახის წევრებსაც ამას ასმენინებს. ამ დროს ბავშვს უჩნდება ერთი დანაშაულის შეგრძნება, იმიტომ რომ ის პირდაპირ იგებს ამას, რომ მართლა მისი ბრალია, რომ დედამ დატოვა, ის არ არის საკმარისი თუ რაღაცა, თუ ის არის დედისთვის ზედმეტი ტვირთი. და მეორე ამბავი მას უჩნდება ბრაზი. რომ ხო, მაგრამ ჩემთვის არავის არ უკითხავს, მინდოდა თუ მჭირდებოდა თუ არა ის რაღაცა, რის გამოც დედა წავიდა, მე დედა მჭირდებოდა. ამის საპასუხოდ დედა იწყებს ამ ბრაზის და წყენის კომპენსირების მცდელობას, რითი? მატერიალურით, ხო, ფულით და საჩუქრებით. უცხოეთიდან მას გონია, რომ ის ასე გამოისყიდის ბავშვის წინაშე ამ თავის არჩევას და თავის ხო და მინდა ვთქვა, რომ ეს რომ ბავშვის გამო წავიდა დიდწილად არის ანუ შეუსაბამო, ანუ ცოტა გადამეტებული და ცოტა ტყუილიც არის, იმიტომ რომ რეალურად წავიდა იმიტომ რომ ქვეყანაში არ გვაქვს ის ეკონომიკა, რომ ადამიანმა იმუშაოს და ამ ნამუშევრით ხელფასით ხო, უბრალოდ ერთზე მეტი ადამიანი არ ჩინოს. წავიდა იმიტომ რომ მაგალითად კაცები ყავს, ოჯახის წევრები, რომლებმაც უპასუხისმგებლოდ ფული გაფლანგეს, აიღეს ვალები, წააგეს ან ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე არიან დამოკიდებული, ან თუნდაც უბრალოდ ხო რაღაც ვალები დაიდეს. ბიზნესში არ გაუმართლათ და ასე შემდეგ. ან ვერ იმუშავეს, ну მოკლედ სხვადასხვა მსგავსი მიზეზების და არა ბავშვის გამო. მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დედა ასე იმართლებს თავს ყველას წინაშე და ცდილობს რომ ეს გამოისყიდოს. ამ დროს შვილებსაც და ოჯახის სხვა წევრებსაც ერთი უჩნდებათ განცდა, რომ მათ ეს კომპენსაცია ამ ქალისგან ეკუთვნით და მეორე ერთგვარი დასჯის სურვილი იმით, რომ მას არ ზოგავენ, ანუ ფულს არ ინახავენ, არ ცდილობენ რომ რაღაცნაირად თუნდაც, რა ვიცი, მაგალითად უძრავი ქონება შეიძინონ ამ ფულით ან რაღაც ისეთი შექმნან, რაც მომავალში შემოსავალს მოიტანს და ამ ქალს დაბრუნებაში ხელს შეუწყობს. ეს დედა კიდე ყველაფერს აგზავნის ოჯახში, ცდილობს რომ ყველა არ ჩინოს, ოჯახის სხვადასხვა წევრები, ნათესავები, თავისთვის არაფერს არ იტოვებს, არ ჭამს, არ ერთობა, რავი, გარეთ არ გადის, არ ისვენებს, კაფეში არ მიდის, თეატრში არსად არ დადის, რომ ოღონდ ყველას დაუმტკიცოს, რომ ბავშვების გამო წავიდა და არის კარგი დედა და თვლის, რომ ეს მას დაუფასდება. რეალობა კი ის არის, რომ ხარჯი ოჯახში არ ილევა. რემონტები, სულ საჭიროა, ბინაში რაღაც ფუჭდება, ახალ-ახალი ტელეფონები გამოდის, დაბადების დღეები, ბანკეტები, ქორწილები, ჯერ სხვისი, მერე თავისი, სწავლა, მკურნალობა, ეს ხარჯები არასდროს არ მთავრდება და ადამიანი, ესე ვთქვათ, ფეხებს ჭიმავს ხოლმე იმდენზე, რამდენზეც არის საბანი, ანუ რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, მით უფრო თავისუფლად გრძნობ თავს წახვალ იქ სადღაც საჭმელს ხან გამოიძახებ, ხან რესტორანში წახვალ და ის რო ის თანხა ძალიან ძვირი გიჩნდება, უკვე აღარ უყურებ. შესაბამისად, გადის დრო, წლები და სხვათა შორის ეხლა უკვე ზუსტად ის დრო გადის 20-30 წელი, რაც პირველი ნაკადი ასეთი ქალების წავიდა ქვეყნიდან და ისინი უკვე ასაკში შედიან და ნელ-ნელა გადიან პენსიაზე, რაც ნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში, ხო?
და ისინი არიან დაღლილები, გამოფიტულები და მათ გონიათ რომ და იმედი აქვთ რომ როცა დაბრუნდებიან ქვეყანაში, ეს ექნებათ ტკბილი სიბერე, დაფასებული, შვილები დახვდებათ ფეხზე დამდგარი და ესე იცხოვრებენ. ამ დროს მათ ვერ მოახერხეს რომ მაგალითად ეყიდათ დამატებით ბინა ან რაღაცა შემოსავლის წყაროს მომტანი, სტაბილური შემოსავლის. ისინი უბრალოდ ჩამოდიან, შეიძლება მაგალითად უფრო დიდი ბინა იყიდეს, ვიდრე ჰქონდათ, მაგრამ ოჯახის წევრებიც დაემატნენ, იმიტომ რომ ჩამოდიან, შეიძლება უკვე ადგილზე იყოს, თქვათ, ქმარი, შვილები და უკვე შეიძლება შვილების მეუღლეები და შვილიშვილებიც. არც ისე პატარა თან. და გამოდის ეს ბავშვები კიდევ ჯერთი უკვე ხვდებიან ის ოჯახის წევრები, რომელსაც არასდროს ერთად არ უცხოვრიათ, ხო, უკვე ახალი ოჯახის წევრები, მეუღლეები, თქვათ, შვილების. მეორე ის, რომ შვილები ფაქტობრივად გადაეჩვნენ დედასთან ერთად, ანუ კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ცხოვრებას. ძალიან ხშირად აქ იმაზე კი არა ელაპარაკი, რომ ვიღაცა ბოროტია, ვიღაცას ვიღაცა უყვარს ან არ უყვარს, მაგრამ ძალიან ხშირად სიხარულის ნაცვლად ამ სიხარულთან ერთად ამ შვილებისთვის არის ის, რომ დედა არის, გაუცხოება არის. ახლა გავიხსენოთ თუნდაც ის მზიანი ღამე ნოდარ დუმბაძის, ხო, რომ ის შვილი როცა დაუბრუნდა დედა 20 წლიანი გადასახლებიდან, კი გაუხარდა, მაგრამ რთულიც აღმოჩნდა ძალიან მისთვის დედის მიღება. ეს იმის გათვალისწინებით, რომ სახლში იყვნენ მხოლოდ ორნი, სხვათა შორის. ანუ ერთი ადამიანის დამატება საჭიროებს შეჩვევას, არის სტრესული. და ეს ქალბატონები სამწუხაროდ, თავიანთ სამწუხაროდ და იმედგასაცრუებლად აღმოაჩენენ ხოლმე, როცა დაბრუნდებიან, რომ მათ უჭირთ თავიანთი ადგილის მოძებნა, ანუ შეცვლილ რეალობაში, შეცვლილ ოჯახში, შვილებთან შეჩვევა, შვილების შეჩვევა და სხვა ახალი ოჯახის წევრების გაცნობა. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ქალს ჰქონდეს და გამოიმუშაოს ფინანსური წიგნიერება და ეცადოს რომ პირველ რიგში გაიჩინოს თვითონაც და თავის ოჯახსაც გაუჩინოს სტაბილური შემოსავლის წყარო და ანუ თუნდაც უზრუნველყოს თავისი თავი დამატებითი საცხოვრებლით, სადაც ან თვითონ წავა ჩამოსვლის შემდეგ, ან ოჯახის ზოგიერთი წევრი წავა და ცოტა განიტვირთება ის ძირითადი სახლი. ერთი სიტყვით მნიშვნელოვანია, რომ ქალებს გამომუშავდეთ ასერტულობა, თვითშეფასება და არ გაითქვიფონ, იმიტომ რომ სხვანაირად ხელში უბრალოდ ჩამოსულს შეიძლება არც არაფერი არ დახვდეს ისევ ის, რომ ამ შვილებს და შვილიშვილებს ისევ აქვთ მზარდი საჭიროებები, მათი შემოსავალი ისევ არ წვდება მათ უკვე შეჩვეულ ცხოვრების რიტმს და ან ის დედა უნდა დაბრუნდეს ისევ უცხოეთში, რაც მომხდარა უკვე არაერთხელ შებრუნებულან ქალები საზღვარგარეთ ემიგრაციაში, ან ოჯახის სხვა წევრი უნდა წავიდეს და მათ მიიღონ იმის ნაცვლად, რომ განცდა, რომ რაღაცა შექმნეს და რაღაც საფუძველი თვითონაც მიიღეს და ოჯახსაც ასე თქვა დაუტოვეს, ამის ნაცვლად, რომ ისევ ის მდგომარეობა არ დახვდეთ, რომელიც ჰქონდათ. თითქმის ისევ ის კი ბატონო, შუქი არის, ინტერნეტი არის, მაგრამ ყველაფერი ისევ ბინაში ისევ ყველაფერი ფუჭდება, რა თქმა უნდა, კომუნალური მკურნალობა, სწავლა ისევ გადასახდელი ხარჯებია თავისთავად. ამიტომ ფინანსური წიგნიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი.